2023 წლის მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 3. უძრავმა სხეულმა, რომლის მასა 3 კილოგრამია, მუდმივი ძალის მოქმედებით თანაბარაჯგარებულად დაიწყო მოძრაობა. მოცემული გვაქვს. რადგანაც გითხრეს, რომ უძრავმა სხეულმა შესაბამისად საწყისი სიჩქარე V0 ტოლი არის 0-ის, რომლის მასაა 3 კილოგრამი, m უდრის 3 კილოგრამს. მუდმივი ძალის მოქმედებით F ტოლი არის კონსტანტის. დაიწყო თანაბარაჯგარებულად მოძრაობა. ნახატზე გამოსახულია სხეულის მიერ გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. ესე იგი, მოცემული გვაქვს მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის იმპულსის მოდული T უდრის 2 წამ მომენტში. და მოდი ამასთან მოცემულობაში გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ნახაზიდან როცა T უდრის 2 წამს ამ დროს 2 წამში, როგორც ნახაზიდან ხედავთ, სხეულის გავლილი აქვს 2 მეტრი. ესე იგი, S ტოლი არის 2 მეტრის. და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ სხეულის იმპულსი T უდრის 2 წამ მომენტში. უთხრებიან S. კარგით, ეხლა მოდით, რადგანაც მოძრაობა თანაბარაჯგარებული არის, თანაბარაჯგარებული მოძრაობის დროს, როგორც ვიცით, გადაადგილება ტოლი არის V0 საწყის სიჩქარეს დამატებული საბოლოო სიჩქარე შეფარდებული 2-თან და გამრავლებული იმ დროზე, რა დროშიც სხეულმა ეს გადაადგილება შეასრულა. ახლა იქიდან გამომდინარე, რომ V0 0-ის ტოლი არის, ეს წევრი აღარ გვექნება და ეს დაგვიქნიდან დაგვრჩება ჩვენ, რომ ეს უდრის VT ნახევარს. საიდანაც, ესე იგი, ჩვენ რა გამოგდის, რომ S ტოლი ყოფილა VT ნახევრის. ხო, აქედან ახლა მოდით განვსაზღვროთ პირველ რიგში. საბოლოო სიჩქარის ტოლი არის, სწორედ ის სიჩქარე, რომელიც სხეულს T უდრის 2 წამ მომენტში. აქედან V ტოლი იქნება 2S შეფარდებული T-თან და ჩავსვათ ახლა მოცემულობები. S უდრის 2-ს, ესე იგი 2 უნდა გავამრავლოთ 2-ზე. გაყოფილი T-ზე 2-ზე, ესე იგი 2 წამზე, ესენი შეგვეკვეცა და დაგვჭა, რომ S უდრის 2 მეტ წამს. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ V ტოლი ყოფილა 2 მეტ წამის. და ჩვენ გვეკითხებიან სხეულის იმპულსს. სხეულის იმპულსი განმარტებით ტოლი არის მასისა და სიჩქარის ნამრავლის, შესაბამისად მასა მოცემული გვაქვს 3-ია, გამრავლებული V-ზე 2-ზე. ეს კი ტოლი იქნება 6 კილოგრამი გამრავლებული მეტ წამზე. ანუ საბოლოოდ რომ დავწეროთ პასუხი, E ტოლი ყოფილა 6 კილოგრამი გამრავლებული მეტ წამზე. პასუხი ეს არის D.